3 დღის მერე ამოვიღებ და აბა დაბრუნდება თუ არა უკან და დაბრუნდა. არა, ძალიან ისეთია. ეს იშლება, ეს ტარი შეგვიძლია დავშალოთ ლინტებზეა. შუაში აქვს ტყავი, გარშემო აქვს რქა, კამეჩის რქა. ანუ აბა ერთი ხელში დავიჭერ. ამასაა გამარჯვებული ქარივით არის. ჰოლანდიის შოუზე კეპლასავით არის. საუკეთესო ხელოვნების ნიმუში მოიგო და ბელგიაში მოიგო კიდე ასევე საუკეთესო ხელოვნების ნიმუში. იმდენად შოკი იყო ამ შოუსთვის ეს ნივთი რომ ხო, ნუ ეხლა გაჩვენებთ უგნებავთ როგორ ფუნქციონირებს. ხო, ჯობია რა, ჯობია რომ ბატონო. ამბობენ რომ ცოტა გავსუქდი იმის მერე. ანუ წელზე შემოიწყავთ მეგობრებო და ეს შოულებრივი მოდის ვიღაცას ჭილობი აწვია რომ ვერ წარმოიდგენ და წელზეა შემორტყმული აი ამოდენა მახვით. ხო, ნუ მაშინ პისტოლეტი ხო არის ხო არა? პისტოლეტს აი ესე არის. ხო. კაცი მოდის ხმლით. მაიცა. ხმა. ფაქტიურად მოდის ადამიანი ვერ წარმოიდგენ რომ ვერ წარმოიდგენ და უცბად ერთი ხელის მოსმით მოგიტრიალდა გოდი. ხელში გაქვს უზარმაზარი საშინელი იარაღი. თან ესეთი მსუბუქია. თან ის მიხარია რომ ქართული არის. ქართული იარაღი არის. ლეგენდის მიხედვით დიდ გორზეო ის ვითომ რომ ჩაბარდრენო ეგეთი წელზე გაკეთებული. იმდენად იშვიათი არის. აი მე ხო ეს კატალოგები მუზეუმები აი არსად არ არის ცნობილი მთელ რუსეთის ამ კატალოგებში მუზეუმებში ერთადერთი არის აი ეს ნივთი ცნობილი და იმის არა ძალიან მაგარია, ნაკეთობაც ხო ძალიან მაგარია, იდეა ძალიან მაგარია და მადლობა ღმერთს. თან ეს ტარიც იხრება ეს თვითონ. ანუ ეგ რა ფოლადია ისეთი რომ რესორი არის. მანქანის რესორი, არაფერი განსაკუთრებული, ნუ როგორ ახლა პრუჟინა არის რა 65G და ფაქტიურად ამას ალბათ 1000 ჯერ არის ჩასმული და